ესტაფეტა. სპორტული ток-შოუ საზოგადოებრივ რადიოში. ყოველ საღამოს 8:10 წუთზე. მოგესალმებით, ეთერშია სპორტული ток-შოუ ესტაფეტა, მიკროფონთან ელენე ბილიხოძე. თბილისი 2015-თვის ამზადისი დღეს ჩვენი გადაცემის მთავარი თემა. წარმოგიდგენ ჩვენი სტუდიის სტუმარს ცურვაში საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ქალბატონი ირინა მიჟულინა 240-91-92 კითხვა და მოსაზრება რადიო 1.ზე გამოგვიგზავნეთ. საზოგადოებრივი რადიო წარმოგიდგენთ. ელენე ბილიხოძის სპორტულ გადაცემებს. დილის სპორტი 8:05 და 9:05. სპორტული ток-შოუ ესტაფეტა 19:10. სპორტის სამყაროში მიმდინარე მოვლენების შეჯამება ყოველი სამუშაო დღის ბოლოს 22:20. შაბათ-კვირას 22:00. სპორტი საზოგადოებრივი რადიოს ეთერში. ქალბატონო ირინა, მოგესალმებით, მადლობა რომ ხართ ჩვენი გადაცემის სტუმარი. ცურვა ეს ის სახეობაა, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე მეტი მედლების მოლოდინშია, იგივე ვთქვათ, მძლეოსნობასთან და ნამდვილად სასიხარულოა, რომ ჩვენი სპორტსმენები გამოვლენ აქ, რაღაც შედეგისთვისაც იბრძოლებენ და ეს რაღაც შედეგი მე დარწმუნებული ვარ, იქნება მათთვისაც და ჩვენთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი. მოდით თავდაპირველად აი ამ ახალგაზრდებზე ვბრძანეთ, იმიტომ რომ სატესტო შეჯიბრი უკვე ჩატარდა. რამდენად კმაყოფილი ხართ და რამდენად ელოდით თქვათ აი ამგვარ რეზულტატს? მოგესალმებით, როგორც ახსენეთ, სატესტო შეჯიბრი ჩატარდა. სატესტო შეჯიბრი ჩატარდა ახალ საცურაო აუზში. ის ახალი საცურაო აუზი განსხვავდება იმით, რომ არის ღია და ჩვენი 16 კაციანი გუნდი ვარჯიშობს დახურულ საცურაო აუზში. რა თქმა უნდა, ეგრევე შეჯიბრის დღეს პირველად მივიდნენ ჩვენი სპორტსმენები ღია აუზში და დიდად შედეგს ჩვენ არ ცველოდებოდით იმ შეჯიბრისგან, იმიტომ რომ დათვირთვის ქვეშ იმყოფებოდნენ ბავშვები და პლუს კიდე მე ვთვლი როგორც სპეციალისტი, რომ ძალიან იმოქმედა ის, რომ დახურულიდან ეგრევე ღიაში გადავიდნენ შეჯიბრზე. გუნდი და კომპლექტა შეჯიბრის მერე შედგა მწვრთნელთა საბჭო, სადაც გამოვლინდა ის 16 სპორტსმენი, ვინც მიიღებს მონაწილეობას ამ ოლიმპიადაზე ცურვაში. რა თქმა უნდა, იბრძოლებენ მედლებისთვის, შედეგებისთვის, ახლა მედლის მოპოვება იქნება ძალიან რთული ამ შეჯიბრზე, მაგრამ ყოველ შემთხვევაში პროგრამა მინიმუმი არის ნახევარფინალი, პროგრამა მაქსიმუმი არის ფინალში მოხვედრა. ქალბატონო ირინა, დღეს ეს პროგრამა მინიმუმი და მაქსიმუმი თუ კი საერთაშორისო და ევროპულ სტანდარტებს გავითვალისწინებთ, არის თქვათ რეალობასთან მიახლოებული და რთულად დასაძლევი? რთულად დასაძლევი არის. ნახევარფინალში მოხვედრა და მერე ფინალში ჩვენი სპორტსმენებისთვის კი ნამდვილად ძალიან რთული იქნება და ამ 16 კაციდან რამოდენიმე შეუძლია რომ მოხვდეს ნახევარფინალში. მოდით აი ამ 16 სპორტსმენის შესახებ ბრძანეთ, ყველაზე უფრო მეტად ვისი გეიმედებათ, ვინ არის დღეს გუნდის ლიდერი და მათი შესაძლებლობები? გუნდის ლიდერი 8 დისტანციაზე დღეს არის ირაკლი კვარაცხელია. ბიჭებში მას მოყვება ლევან ბახტურიძე საჩხერედან, გოგოებში მერიკო მუმლაძე და მარია მიმნაძე საქართველოს მოქალაქეა, მაგრამ ცხოვრობს და ვარჯიშობს რუსეთში და ამ ოლიმპიადაზე გამოვა საქართველოს სახელით. კიდე რამოდენიმე ბავშვი, ამ ძირითადად აი ეს 4 სპორტსმენი არის ლიდერი, ვისაც შეუძლია რაღაცას მიაღწიოს, ნახევარფინალში ან ფინალში გავიდეს. ქალბატონო ირინა, იგივე ამ თბილისი 2015-ისთვის მზადების ამ ეტაპებმა ცურვის განვითარების თვალსაზრისით და პოპულარიზაციის თვალსაზრისით რა შესამჩნევი ძვრები შეიტანა ჩვენთვის, მოზარდებისთვისაც და იგივე საზოგადოებისთვისაც? ჯერ ჩვენ შემოგვემატა ახალი საცურაო აუზი
მანდარი 2 აბაზანა, 50 მეტრიანი და სახტომი აბაზანა, ასევე საჭყუმპალაო. რა თქმა უნდა, საზოგადოება, განსაკუთრებით ახალგაზრდები, განსაკუთრებით ამ ფესტივალის მონაწილე ბავშვების სტოლები ძალიან დიდ აჟიტირებულები არიან. აი მაგალითად ეხლა ტონუსის იმაზე გეტყვით, მაგალითზე რომ ივლისის თვეში ეხლაც მოდიან ბავშვები, ეხლაც მოდიან ცურვის შესასწავლად, სავარჯიშოდ და ყველა აუზზე ძალიან დიდი აჟიოტაჟია და ყველა მე ვფიქრობ, რომ გულშემატკივრობს და მხარში უდგება ჩვენ მოცურავეებს. აი მეტოქე გუნდებს თუ კი გავითვალისწინებთ, არის თქვათ იქ ისეთ გამოკვეთილი ლიდერი, ვიზეთ შეიძლება დღესვე ითქვას, რომ იბრძოლებს მედლებისთვის. პირველ რიგში მე მაისის თვეში ჩატარდა რუსეთში ამასაკის სპორტსმენების შეჯიბრი, იმ შეჯიბრის მიზანი იყო შერჩევა გუნდის და მე რო ვნახე შედეგები, რა თქმა უნდა, რუსებს აქვს ძალიან დიდი შანსები, რომ მოიპოვონ მედლები როგორც ბიჭებში, ასევე გოგოებში. ეხლა რუმინეთში ჩატარდა შეჯიბრი, სადაც მონაწილეობდნენ ჩვენი ეროვნული ნაკრები, ეგრეთ წოდებული. მე ვათვალიერებდი შედეგებს, იქაც 2 ბიჭი იყო 2000 წელს დაბადებული, რომლებიც აშკარად აიღებენ მედლებს და მეთოკეებზე საერთოდ ვიტყოდი, რომ ცურვაზე ყველა ევროპის ქვეყანა მონაწილეობს და ძალიან დიდი შანსები, იგივე გერმანელები, იგივე იტალიელები, ესპანელებს და ინგლისელებს ყავს ამასაკში ძალიან ძლიერი მოცურავეები. ეს გუნდი ფაქტიურად თბილისი 2015-ის გამოცხადების შემდეგ ჩამოყალიბდა თუ მანამდეც იყო ეს ბავშვები და ეს შედეგი? მანამდე ეს ბავშვები არ იყო. როგორც კი გამოცხადდა, რომ თბილისი უმასპინძლებს 2015 წლის ევროპის ოლიმპიურ ფესტივალს, მაშინათვე ჩვენ დიღმის საცურაო აუზში ჩავატარეთ პირველი შეჯიბრი. ყველა საცურაო აუზიდან ვინც კი რეალურად იყო ამასაკის ბავშვი, იმათ ჩაუტარეთ შეჯიბრი და იმ შეჯიბრიდან დაწყებული სისტემატიურად ტარდებოდა კონკრეტულად ამასაკში შეჯიბრებები, ასევე სპორტსმენები მონაწილეობდნენ საქართველოს ჩემპიონატზე და სისტემატიურად რეიტინგის მიხედვით ხდებოდა ცვლილებები გუნდში. ვინც დაუშვათ პირველად მოხვდა გუნდში ფესტივალის გამოცხადების შემდეგ და ბევრი მათგანი ეხლა უკვე გუნდში არ არის, იმიტომ რომ შეჯიბრიდან შეჯიბრებამდე სხვადასხვა სპორტსმენები ხდებოდნენ გუნდში. და ქავეტონერინა რთული იყო ეს დაკომპლექტების პერიოდი, იმიტომ რომ იყო პრობლემები საკმაოდ რთული, ისევე როგორც სხვა სახეობებში, ასევე ცურვაშიც იქ ბასეინის პრობლემა, აუზის პრობლემა, წყლის პრობლემა და ასე შემდეგ. ანუ ეს დაკომპლექტების ეტაპები გაგიჭირდათ და ძიების მომენტი? იცით რა, მე ვერ ვიტყოდი, რომ ჩვენთან ცურვაში დაკომპლექტების მომენტამდე იყო რაღაცა პრობლემები. არა, ჩვენი სპორტსმენები დადიოდნენ მრავალ შეჯიბრებებზე, სასწავლო საწვრთნო შეკრებები ჩაუტარდათ. იგივე წახკაძორში იყვნენ შეკრებებზე, რაც არის სომხეთის მთიან რაიონში, იქ საცურაო აუზია და კომპლექსია შესანიშნავი. ამ მომენტამდე დაკომპლექტებამდე არანაირი პრობლემა არ იყო. პრობლემა წარმოიჩნდა დაკომპლექტების შემდეგ. იმიტომ რომ ჩვენ რო გვეგონა, რომ წინა პარასკევს გახსნილი ოფიციალურად აუზი იქნებოდა ჩვენს განკარგულებაში, დღესაც ჩვენ იმ აუზზე ვერ შევდივართ, დახურულიდან გვპირდებიან, რომ სადღაც 17-18-ის მერე შევალთ, 17-18 რიცხვის მერე რო შევალთ იმ აუზში, აზრი არ აქვს არც იმ შესვლას, იმიტომ რომ ბავშვები ერთ კვირაში ვერ შეეჩვევიან ვერანაირად ღია სივრცეს და რა თქმა უნდა, ეს პირდაპირ იმოქმედებს შედეგებზე, თორემ მანამდე არანაირი პრობლემები არ ჰქონდა. ქავეტონერინა, იგივე ეს მზადების ეტაპები, რამდენად გეგმაზომიერად მიდიოდა და თუ იყო ამ მზადების დროს რაღაც პრობლემები? აი, ყველაზე მეტად უფრო მაინც რა კომპონენტში გიჭირდათ თქვენ და მოზარდებსაც? იცით რა, ყველაზე მეტად ისევ და ისევ მოზარდებს უჭირდა შეჯიბრებაზე და ჩვენც, რა თქმა უნდა, მწვრთნელებს. იმიტომ რომ შეჯიბრზე რომ მივდიოდით, გასვლითი შეჯიბრებები რო გქონდა, იქ ძალიან ისეთი გრაფიკი იყო რთული, დილას წინასწარი გაცურების საღამოს ფინალი, ბევრი მონაწილე იყო, დილის პროგრამის მერე საღამოს პროგრამამდე ცოტა დრო იყო და ბავშვები ვერ ასწრებდნენ დასვენებას. მაგრამ მაინც, ახლა მე მინდა აღვნიშნო დუბაის შეჯიბრი, სადაც ჩვენ მოგვიწვიეს ხმელიძეების ოჯახმა, დუბაის შეჯიბრზე მიუხედავად იმისა, რომ იყო ძალიან რთული გრაფიკი, დუბაის შეჯიბრზე მთელმა გუნდმა აჩვენა თავისი საუკეთესო შედეგები.
ქალბატონო, აი ამ ხმელიძის შესახებაც მინდა ბრძანოთ, ფაქტურად ეს არის ქართველი, მაგრამ დუბაიში ცხოვრობს და აი როგორ წამოვიდა და როგორ იყო თქვენი მასთან ეს პირველი შეხვედრა? პირველად ეს ხმელიძეს აღმოაჩინა ირაკლი ბოლქვაძემ, რომელიც ერთი წელი ვარჯიშობდა დუბაიში. ერთ-ერთი ჩამოსვლის დროს საქართველოს თბილისის თასის გათამაშებაზე დეკემბერში, მანამდე მე ირაკლისთან კონტაქტი მქონდა და ირაკლი მითხრა, რომ იცი რა ირამას, იქო დუბაიში არის ერთი ხმელიძეო, ქართველი არისო, ზუსტად ფესტივალის ასაკის ბავშვია. და დეკემბერში შეჯიბზე პირველად ეს ხმელიძე ჩამოვიდა თბილისში, ოჯახმა ჩამოიყვანა და პირველად მიიღო მონაწილეობა ჩვენთან თბილისის თასის გათამაშებაში და უკვე მანდ ჩანდა, ამ პირველივე შეჯიბზე ჩანდა, რომ ეს ბავშვი ფაქტიურად არის ერთ-ერთი ჩვენ გუნდში ლიდერებთან მოახლოებული თავისი შედეგებით. მე სისტემატიურად ჩამოდიოდა აქ შეჯიბზე ჩვენ გასვლები რო ქონდა სლოვაკეთში და სხვადასხვა ქვეყნებში, იქაც ჩაულებრივად თავისი შედეგებით, თავისი რეიტინგული ქულებით ჯდებოდა გუნდში და ჩაულებრივად ეს 2 წელიწადია გამოდიოდა საქართველოს სახელით საერთაშორისო ტურნირებზე. შარშან даже სბორზე შეკრებაზე მყავდა ბაკურიანში საერთო ფიზიკურ მომზადებაში და აი ესე ძალიან ისე ჩაჯდა გუნდში ბავშვი. ანუ ეს იყო სპონტანური შეხვედრა, რომელიც დიდ შედეგებამდე მივიდა. დღეისათვის კი. ხო, რა თქმა უნდა, ეგრე გამოვიდა, რომ ირაკლი ბოლქვაძეს რო არ წასულიყო, ირაკლი ბოლქვაძე დუბაიში და იქ რო არ შეხვედროდა ამ ხმელიძეს, ეხლა ეს ხმელიძე ჩვეულებრივად დუბაიში ივარჯიშებდა და ჩვენი გუნდის სახელით, რა თქმა უნდა, არც გვეცოდინებოდა და არც გამოვიდოდა. რთული იყო მისთვის ქალბატონო ეს ადაპტაციის პერიოდი, მაინც სხვა გარემო და კი ქართველია, მაგრამ მაინც. არა, რა თქმა უნდა, რთული იყო, იმიტომ რომ ჯერ ერთი ქართულად ვერ ლაპარაკობს, ეხლა სწავლობს ქართულს, ისე გამართულად ვერ ლაპარაკობს. რა თქმა უნდა, თბილისში ყოფნა და დუბაიში ყოფნა დიდი განსხვავებაა. მე იქ მწვრთნელიც სხვა ყავს, აქ ეხლა რო ჩამოვიდა 15 ივნისს ჩემთან ვარჯიშობდა, 15 ივნისიდან ეხლა ბოლო ეტაპზე როგორც ხედავ სიჩქარეც ყველაფერი ჩაუდგა ნორმაში და როგორც მე ხვდები ადაპტაცია გავლილი აქვს. და მეორე სპორტსმენზეც ბრძანეთ, რომელიც რუსეთში მოღვაწობს, ის როგორ მოვიდა თქვენთან? მარია მიმნაძე იყო ზურა ხომასურიძეს მოძიებული. მე მგონი Facebook-ზე თუ მეილზე ზურას თვითონ ოჯახმა მიწერა, რომ აი ჩვენ ესა და ესა ვართ, ამა და ამასაკის გოგო ყავს, რუსეთში ვარჯიშობთ. და გაკრას ერთ-ერთ შეჯიბზე დასაწყისში რუსთავში ჩავატარეთ ჩვენ შეჯიბრი, ოჯახმა ჩამოიყვანა და იქ ვნახეთ ჩვენ ეს მარია მიმნაძე, რა თქმა უნდა კონკურენტუნარიანი იყო, იმიტომ რომ ჩვენ სპორტსმენებს უწევდა კონკურენციას და უგებდა ჩვენ სპორტსმენებს, გოგოებს. და მე თანდათან მარიამიც ჩამოდიოდა ჩვენთან საქართველოს ჩემპიონატზე, მაგალითად ზამთრის ჩემპიონატზე მიიღო მონაწილეობა, ზოგი დისტანციები მოიგო, ზოგი მერიკო მუმლაძესთან წააგო. მაგრამ ერთი დონის სპორტსმენები არიან, მარია მიმნაძეც და მერიკო. და იგივე გუნდისთვისაც ეს რაღაც ახალი სტიმული იყო, ქალბატონო, მაინც უცხო გარემოდან ჩამოსული სპორტსმენები, მაინც მათ რაღაცა მზადების თავისებური ეტაპები ჰქონდათ და იყო ეს რაღაც შეჩვევის მომენტიც. იცით როგორი მომენტია ახლა ხმელიძეზე ჩვენი გუნდი იყო შეჩვეული, იმიტომ რომ ხმელიძეს ოჯახმა შარშანაც დაგვპატიჟა დუბაის ტურნირზე, წელსაც ვიყავით დუბაის. ძლიანად მათ დააფინანსეს, წელს დუბაიშიც ვიყავით შეჯიბზე და ანუ ჩვენი სპორტსმენები ხმელიძესთან უფრო კონტაქტი ჰქონდათ, იმიტომ რომ შეკრებაზეც იყო და უფრო იცნობდნენ ხმელიძეს, ვიდრე მარია მიმნაძეს, იმიტომ რომ ხმელიძე საერთაშორისო შეჯიბრებებზეც დაყვებოდა გუნდს და მარია მიმნაძე ეხლა კი თან კონკურენცია მაინც, ეხლა ჩემთან მაგალითად ხმელიძე კვარაცხელია და დუდაშვილი რო ვარჯიშობენ, ყოველ ვარჯიშზე, ყოველ დროზე გაცურვების დროს მიდის კონკურენცია, არავის არ უნდა რომ ერთმანეთს დაუთმოს, მაგ თვალსაზრისითაც სპარინგის თვალსაზრისითაც ძალიან კარგია. ქალბატონო, აი სპარინგის თვალსაზრისით დღეს თქვათ არა მარტო ამ 2015-ის ახალგაზრდებს, იგივე უფროსის ნაკრების წევრებსაც აქვთ ეს კონკურენცია თუ პრობლემურია? არა, რა თქმა უნდა, აქვთ კონკურენცია
კონკურენცია. აი დღესდღეობით ახლა ყაზანში თვის ბოლოს უნდა გაემგზავროს ჩვენი ეროვნული ნაკრები. მან არის მამაკაცების 3 ადგილი. ირაკლი რევიშვილს აქვს ლიცენზია და ირაკლი რევიშვილი ზის მაქვს ადგილი თავისი უკავია. ისა ბოლქვაძეს შარშანდელი ევროპის ჩემპიონატის მერე მაღალი ქულები აქვს ფინას სისტემით და იმასაც აქვს თავისი ადგილი და მესამე ადგილზე არის 2 კანდიდატი კობახიძე თეიმურაზი და დავით სიხარულიძე. ჯერჯერობით დავით სიხარულიძე ქულებით აგებს. დღეს ღამე მიფრინავენ პრაღაში საერთაშორისო სალიცენზიო შეჯიბრებაზე და თუ დაუშვათ მოხდა სასწაული და სიხარულიძემ ქულებით მოუგო კობახიძეს, ესე იგი წავა სიხარულიძე. ანუ დღეობით მესამე კაცის ვინაობა არ არის გარკვეული, ვინ წავა მსოფლიო ჩემპიონატზე. ამათაც დიდი კონკურენცია აქვს ერთმანეთში. იგივე ეს მსოფლიოს ჩემპიონატი ვთქვათ, იქ რთულია რა თქმა უნდა ჩვენი დონის ქვეყნისთვის დიდ წარმატებაზე ფიქრი? რა თქმა უნდა, მსოფლიო ჩემპიონატზე ჩვენი ქვეყნისთვის წარმატებაზე ჯერ ნაადრევია რომ ვიფიქროთ. ერთადერთი ჩვენი მიზანია რომ შეასრულონ რიოს 2016 ოლიმპიური თამაშების ლიცენზიები და ეგეც ჩვენებისთვის ცოტა რთული მისაღწევია. აი ეს ლიცენზიები რომ მოიპოვონ, რა ბარიერი უნდა დაძლიოს? უნდა აჩვენონ გარკვეული შედეგი. ჩვენი საერთაშორისო მსოფლიო ფედერაციის მიერ არის დადებული შედეგები. იმ შედეგს რო აჩვენებს სპორტსმენი სალიცენზიოს, რა თქმა უნდა სასურველია რომ A კატეგორიის შედეგი აჩვენოს. მაგრამ B კატეგორიითაც იქ რაღაც სინია, წესებია B კატეგორიითაც შეიძლება მოხდეს ოლიმპიურ თამაშებზე. ქავტონაინ, აი რა უნდა გააკეთოს იგივე სახელმწიფომაც, იგივე ვთქვათ, სამინისტრომაც, ოლიმპიურმა კომიტეტმაც, რომ ცურვაში დიდი შედეგი გქონდეს. თუ ეს რაღაც მთლიანი კომპლექსური სქემა, რა თქმა უნდა სპორტსმენიც უნდა იყოს ნიჭიერი, მაგრამ ამნიცაც რაღაც ხელშეწყობა ჭირდება. რა თქმა უნდა, აი ახლა როგორ გითხრათ, თვითონ ხელშეწყობა აუცილებლად ჭირდებათ. მე ახლა მინდა მოვიყვანო ესეთი მაგალითია, ირაკლი ბოლქვაძე ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია. ირაკლი ბოლქვაძეს ეს ხელშეწყობა დაეწყო იმის მერე, როდესაც ლიცენზია შეასრულა. სულ პირველ შეჯიბზე, როდესაც მე წავიყვანა ირაკლი ბოლქვაძე ბელორუსიაში, მაგისი პირველი გასვლა იყო და საიდანაც დაიწყო მაგისი შედეგების ზრდა და ჩვენება. პირველი შეჯიბზე ოჯახმა გაიღო მთელი ხარჯები. მერე, როდესაც უკვე ირაკლი ბოლქვაძე გახდა ირაკლი ბოლქვაძე, დაფინანსება მივიღეთ მაშინ. ეხლა ეს ფესტივალის ასაკის ბავშვები არის ნიჭიერი ბავშვები ამ გუნდში. რამოდენიმე და მე ვიტყოდი ამ გუნდის გარეთაც არიან ნიჭიერი ბავშვები. ეხლა კი ფესტივალამდე ჩვენ ყველანაირად ხელშეწყობა ქონდა, გინდა სბორი, გინდა შეჯიბრი, გინდა ის. ფესტივალი რო დამთავრდება, თუ ამ ბავშვებს ხელს არ შეუწყობენ, აი აქ ცურვა გაჩერდება. და ვერასდროს ვეღარ ვილაპარაკებ დიდ შედეგზე. თუ ეკნება ამ ბავშვებს ხელშეწყობა, არ არის გამორიცხული, რომ ახალგაზრდებს შორის ყოველ შემთხვევაში გადააჭარბონ ირაკლი ბოლქვაძეს ბრინჯაოს და შეიძლება ვინმე ვერცხლიც და ოქროც აიღოს. ანუ დღეს ძვირადღირებული სიამოვნებაა ცურვა, როგორც სპორტის სახეობა. რა თქმა უნდა, ძვირადღირებულია ჯერ იმ მხრივ, რომ გუნდს აუცილებლად უნდა ყავდეს ექიმი, რომელიც მწვრთნელთან ერთად დადგება აუზზე და ჩაუტარებს ბავშვებს გამოკვლევას, დროულად გვეტყვის, რომ ამ პერიოდისთვის რა უნდა მიიღოს ბავშვმა, სპორტსმენმა, რა არ უნდა მიიღოს, უნდა იყოს გათვლილი კვების რაციონი, რამდენი კალორია და ასე შემდეგ. გარდა ამისა არის ისეთი თანამედროვე დანადგარები, რომელზეც ოცნება საერთოდ არ შეიძლება ჩვენს პირობებში. აი ელემენტარულად ახლა ეს ახალი საცურაო აუზი რო აშენდა, სასტარტო ტუმბოები არის სამარცხვინო. უბრალოდ სამარცხვინოა. ის 3-4 შეჯიბრი რო ჩატარდება, არ არის გამორიცხული, რომ რომელიმე ჩამოვარდეს ტუმბო, ან ვინმე ბავშვი ჩამოვარდეს ტუმბოდან. ეგ არის სამარცხვინო. და სხვა რაღაცაზე ოცნება, აი ოცნებად გრჩება, მეტი არაფერი.
გავუტანო ირინა, ვთქვათ, აი ბოლო ეს მზადების ეტაპები, აი როგორ გაქვთ გათვლილი ეს დღეები, ფაქტურად 12 დღეა დარჩენილი. ფაქტიურად 12 დღე არის დარჩენილი, უფრო მეტი სპორტსმენებმა უნდა დაისვენონ. დღეში გვაქვს ორი ვარჯიში დილას საღამოს, რა თქმა უნდა, ეხლა უკვე დათვირთვა არის ძალიან პატარა, იმისთვის რომ ამ სპორტსმენების ორგანიზმი დაისვენოს, უფრო მეტი ძალა მოიკრიფოს და მერე გამოვიდეს ფესტივალზე. ეს ყველაფერი იყო გეგმიური, დათვლილი 2 წლის წინ რაც დაიდო გეგმა, იმ გეგმის მიხედვით ყველაფერი დღემდე მოდის. უბრალოდ აუზი არა გვაქვს. გავუტანო ირინა, ვთქვათ, იგივე კვარაცხელია, რომელიც 8 დისტანციაზე გამოვა და რომელიც არის თქვენი, ვთქვათ, ტონუსის აღზრდილი და შეიძლება ითქვას სიამაყე ხვებთან ერთად, რა თქმა უნდა. ეს რეკორდული მაჩვენებელია მისი ასაკისთვის, რომ 8 დისტანციის ლიდერია დღევანდელი მონაცემით? ნუ ახლა რეკორდული კი არის საქართველოსთვის რეკორდულია. მე სხვა ქვეყნებზე ვიტყოდი, რომ აი მაგალითად უკრაინას ადრე ანალოგიური კვარაცხელი აყავდა იანა კლაჩკოვა. იანა კლაჩკოვა ოლიმპიადაზე გამოდიოდა ამდენ დისტანციაზე. იგივე ფელპსი ავიღოთ, მაგრამ საქართველოსთვის რა თქმა უნდა რეკორდული მაჩვენებელია, იმიტომ რომ მე ასკროლზე არ ვგეგმავდი ირაკლის გამოყვანას, მაგრამ მე მწვრთნელთა საბჭოს გადაწყვეტილებით 54-ში ცურავსო და 57-ები რატომ უნდა გამოვიყვანოთო და ეს 100 კროლიც წავედი დათმობაზე და დავაყენე ირაკლი. ნუ მანდ ახლა ყოველ დღე 2 დისტანციას არ ცურავს, მან 3 დღეა, როდესაც ცურავს 2 დისტანციას და ერთი არის თავში, მეორე არის შეჯიბრის ბოლოს და დასვენებას მაინც მოასწრებს და 2 დღე არის, სადაც ცურავს თითო დისტანციას. ისე რომ მე მგონი არ უნდა გაუჭირდეს, მზად არის ფსიქოლოგიურად მაგისთვის, რაც მთავარია, იმიტომ რომ მანამდე შეჯიბრებებზე სადაც დადიოდნენ, მანამდეც ვაყენებდი ბევრ დისტანციებზე, რომ მაინც გამოცდილება და მაინც იყოს მომზადებული ამისთვის და მე არ ამგონია რომ უნდა გაუჭირდეს. და სხვათა შორის 1500-ზე მე არ გეგმავდი მაგის გამოყვანას, სატესტო შეჯიბრზე რო იცურავა 1500, თვითონ სპორტსმენმა მთხოვა რომ 1500 შეჯიბრის ბოლო დღის ბოლო დისტანციაა და ძალიან გთხოვო მომეწონაო 1500-ის ცურვაო და ძალიან გთხოვო 1500-ზე გამომიყვანეო. გავუტანო, აი თქვენ ძალიან კარგად იცნობთ ამ თაობის ახალგაზრდების ფსიქოლოგიას. მომეწონა ამ დისტანციაზე ცურვა. ანუ ეს როგორი ნათქვამია? მანამდეც ხომ იცოდა რომ არსებობდა ეს დისტანცია, ეს 1500 მეტრი და აი რა იყო ის წამი, რომელმაც ეს გადაწყვეტილება მიაღებინა? 1500-ის ცურვა საერთოდ ფსიქოლოგიურად მithumetes მაგ ასაკში ძალიან რთულია. ფსიქოლოგიური მომენტია, აი თქვენ ხა წარმოიდგინეთ 30 აუზი უნდა გაცუროს შეუჩერებლივ კედლიდან კედლამდე. ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ძალიან რთულია და ეხლა ამ სატესტო შეჯიბრზე რომ დათვირთვის ქვეშ იყვნენ, მე გამოვიყვანე ყველა დისტანციაზე, რაზეც შეიძლებოდა. და იმდენად მოეწონა რა, ანუ მომზადებული კი არის, მაგრამ იმდენად მოეწონა რომ ჩემთვის, აი მე ახლა ამდენი წლის სტაჟი მაქვს და ჩემთვის ჯერ არც ერთ მოცურავეს ჩემებს ვინც ხვალგაზრდილი არ უთქვია რომ 1500-ზე დამაყენე, ძალიან მომეწონა ამ დისტანციის ცურვა. ალბათ ნამდვილად მოეწონა. რაღაც განსაკუთრებული აქვს ამბიც და კი, ნამდვილად, აი მე ახლა შევადარებდი კვარაცხელიას რევიშვილს. ძალიან მოწესრიგებულია, ზედმეტად წავასახში დაისვენებს. აი ახლა ზოგი ხო კონცერტზე წავან, სადმე წავან, კაფეში წავა, ეს არა. მაგისთვის არის რეჟიმი პირველ რიგში, ვარჯიშიდან ვარჯიშამდე დასვენება, მეორე ვარჯიშზე რომ უნდა მოვიდეს დასვენებული, დროულად ჭამა, დროულად საღამოს დაძინება, აი მოწესრიგებული, ძალიან ჩამოყალიბებული სპორტსმენია ამ ასაკისთვის, იმიტომ რომ ეხლა ეს ისეთი ასაკია, რომ გარდატეხის ასაკია და გარდატეხის ასაკში ბევრი აი ესე მოწესრიგებული ვერ იქნება და ვერც არის, როგორც ეს ბავშვი. ძალიან მონდომებულია, მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკურად მაღალი სიმაღლით არ გამოირჩევა, მაგრამ აი ამ თავისი შრომით და მოწესრიგებით დღესდღეობით ამას ყველაფერს აღწევს. გავუტანო ირინა, აი თბილისი 2015-მდე მშობლებს უფრო მეტად ბავშვები მოყავდათ ცურვაზე ჯანმრთელობისთვის თუ სპორტული შეჯიბრისთვის და იგივე თბილისი 2015-მა ამ კრიტერიუმით თუ შეცვალა რა? იცით რა, მანამდე თბილისი 2015-მდე უფრო მოყავდათ ჯანმრთელობის თვალსაზრისით. როდესაც გამოცხადდა თბილისი 2015, მანდ უკვე ამ ასაკის სპორტსმენ ბავშვები რო წამოვიდნენ, კი მშობელს ძალიან ბევრს უნდოდა რომ
აი ვცადოთ, იქნებ რაღაცა სიზავს იყო ესეთი კატეგორიაც, რომელიც დაუშვათ წელიწად ნახევარი ივარჯიშა და მიხვდა რომ ამ გუნდში ვერ მოხვდება და გადავიდა მოყვარულებში, უფრო ისე მოყავდათ რომ უნდათ რომ ამ გუნდში მოხვედრილიყვნენ. დღეს მოყვარულთა რიცხვი უფრო მეტია თუ აი სპორტული პრინციპით მოსული მოზარდების? მიცით რა მოყვარულთა რიცხვი მაინც უფრო მეტია. უფრო მეტია, კი იყო ესეთი კატეგორია მშობლების, ეხლაც არის, მეც მყავს ახლა პატარა ბავშვები 7-8-9 წლისები, რომლის მშობლებს უნდათ იმნა სპორტული თვალსაზრისი და პირდაპირ გეუბნებიან, რომ ჩვენ ცურვა გვაინტერესებს როგორც სპორტის სახეობა, გვინდა რომ გავაყოლოთ ცურვას, არის ესეთი კატეგორია, რა თქმა უნდა, მაგრამ უფრო მეტი მოყვარულები. ქალბატონო ირინა, მსმენელი გველოდება, გისმენთ, გამარჯობა. ჰალო. მოგესალმებით. გამარჯობა გენცე. მოგესალმებით. ქალბატონო ეკა, ერთი ასეთი შეკითხვა. ქალბატონი ირინა მიჯულინა გადაცემის სტუმარი. ბოდიში მაპატია. დიახ. ქალბატონო ირინა. აი ერთი ასეთი შეკითხვა მაქვს. ახლა ზედმეტი წონა სპორტსმენს ყოველთვის ხელს უშლის. აი მაგალითად სურვაში თქვენ მიგიციათ ასეთი მითითება სპორტსმენისათვის, რომ უნდა დაიკლო ამდენი და ამდენი კილო დაახლოებით. აი როცა ესეთი შეჯიბრებებია ევროპა, მსოფლიო, ან ოლიმპიადა, ან რაღაცა და რაღაცა. წონის დაკლება თუ ხდება ცურვაში? დიდი მადლობა, დიდი მადლობა. მოგესალმებით, რა თქმა უნდა, ცურვაშიც წონის დაკლება ხდება აუცილებლად. ზედმეტი წონა ძალიან ცუდად მოქმედებს შედეგზე. მე მქონდა იგივე ირაკლი ბოლქვაძეს მქონდა ეგ პრობლემა წონის დაკლება და შეჯიბრის წინ ირაკლი იკლებდა წონას, იგივე ირაკლი რევიშვილს, იგივე გივი დუდაშვილს ამ ფესტივალის სპორტსმენია, იგივე ირაკლი კვარაცხელია, აუცილებლად წონის დაკლება, ოღონდ პირდაპირ შეჯიბრის წინ კი არა, თვენახევრით 2 თვით წინ შეჯიბრებამდე იციან თავისი საშეჯიბრო წონა და იცავენ ისეთ კვების რაციონს, რომ წონაში არ მოიმატონ. ქალბატონო ირინა, აი რთულია ამ ყველაფრის კონტროლი, ვთქვათ, როდესაც ხარ მწვრთნელი და როდესაც გიწევს, იმიტომ რომ მაინც არ არის, მოდით, მით უმეტეს აი ამ მოზარდებში ეს მენტალობა ჩამოყალიბებული, შემდგომ უფრო მეტად ყალიბდება. რა თქმა უნდა, აუცილებლად, იმიტომ რომ ძალიან რთულია და ფაქტიურად ისე გამოდის, რომ აი დაუშვათ რაღაცას რომ დავინახავ, ზედმეტი სადმე გაუჩნდა, ეგრევე სასწორზე და ეგრევე წონის კორექცია მიდის. აი დუდაშვილს მე პირდაპირ 2 თვის წინ უთხარი, რომ შენ გაგ დასაკლები 4 კილო, შემობრძანდი დარბაზში, ჩაიცვი თბილად, სარბენ ბილიგზე ირბენა და უნდა დაიკლო წონა და სხვათა შორის სატესტო შეჯიბრისთვის უკვე ჩაჯდა საშეჯიბრო წონაში. ქალბატონო ირინა, აი ამ მოზარდებისთვის, აი იგივე მზადების თვალსაზრისით, ყველაზე პრობლემური რა არის რეჟიმი ისევ და ისევ? ისევ და ისევ რეჟიმი, რა თქმა უნდა. ჯერ ერთი ახლა თქვენ წარმოიდგინეთ მთელი წლის განმავლობაში ჩვენ ვარჯიში გვაგდილა 7 საათზე. 7-დან 8-მდე ვარჯიშობენ, მერე გარბიან სკოლაში. გარბიან ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, იმიტომ რომ ფეხით ჩვეულებრივად ტრანსპორტით ვერ მივლენ. ზოგს მანქანით მიყავს მშობელს, ზოგს ტაქსი აქვს დაქირავებული. სკოლიდან მორბიან სახლში, ოდნავ რაღაცას შეჭამენ და ისევ მორბიან საღამოს ვარჯიშზე, იმიტომ რომ 3-ის ნახევარზეა დარბაზი, 4-ის ნახევრიდან წყალია. რა თქმა უნდა, რეჟიმის დაცვა ამ ასაკში ამ ბავშვებისთვის ყველაზე რთულია, აბსოლუტურად ყველაზე რთულია. მერე ისეთი ასაკია, იმათ უნდათ გართობა, ხან საშაურმეში წასვლა, ხან სად და რა თქმა უნდა, რეჟიმს თუ დაარღვევენ, მერე უკვე ვარჯიშზე მოდის მეორე დღეს და ეგრევე ჩანს, რომ რეჟიმი ქონდა დარღვეული, დროულად ვერ დაიძინა, ვერ გამოიძინა და ასე შემდეგ. ქალბატონო ირინა, კვლავ მსმენელი გისმენთ, გამარჯობა. მოგესალმებით ქალბატონო ირინა. მოგესალმებით ბატონო. მოგესალმებით ქალბატონო ირინა. ქალბატონო ირინა, ასეთი შეკითხვები მაქვს. და ნუ აი ცურვა ქალბატონო ირინებიდანაც ვიდადგებული სიამონებაა, ხა ჯანმრთელობისთვისაც როდესაც მოყავს შუბეს ჯერჯერობით საქართველოში მართლაც ვიდადგებული სიამონებაა და ეს რამდენადმე ხელს გვარ უშლის, რომ მასობრივი ხასიათი ჰქონდეს ვისაც უნდა რომ ცურვას არაოფლო ჯანმრთელობისთვის თუნდაც სპორტული თვალსაზრისით რაღაცა პერსპექტივისთვის მოვიდეს სექციაზე. გარდა ამისა, 2 ასეთი შეკითხვა მაქვს. ახლა თქვენ ერთხელ გამოდიოდით ეთერში და აღარ მახსოვს რომელი ქვეყნის საცურაოში და აი ფაქტიურად ხატოვნად თქვი რომ შეშინებული უყურებდით რაღაც საუკეთესო რაღაც გაფრული დარბაზი იყო. მე მაინტერესებს აი დაუშვათ დაიგეგმოს თანამედროვე საცურაო აუზი დაუშვათ.
არქიტექტორები თქვენ თუ გეკითხებიან რჩევა სპეციალისტებს და თქვენ უპირველეს ყოვლისა რას ურჩევდით თუნდაც შიდა მოწყობაში რომ რა არ დააკლონ აი თქვენთან თუ არქიტექტორი თუ ყოფილა შემთხვევა რომ იბიჯელებს ამაზე ან თქვენი აზრი თუ გამოგითქვამთ და კიდევ ერთი აი სინქრონულ ცურვაში აღარ მახსოვს ერთ-ერთ რუსულ გაზეთში ვკითხულობდი ერთ-ერთ ცნობილ რუს სინქრონულ მოცურავესთან წარმატებულ მოცურავესთან გვარი არ მახსოვს მაგრამ მნიშვნელობა არ აქვს და მას დაუსვეს რათეში შეკითხვა რომ მამაკაცების სინქრონული ცურვად შემოდიჭოდა რა სიტყვით ამაზეოდა იმ მანდილოსმა ცოტა ირონიულად მოიცენა ნუ ახლა ქალებშიო ესო გრაციაო და მამაკაცებმა რა უნდა შესთავაზოს სინქრონულ ცურვაში მე არ ვიციო თქვენ რა აზრი სახართ ამაზე ძალიან დიდი მადლობა ბატონო მოდით უპასუხოთ პირველ შეკითხვაზე მე გიპასუხებდით რომ კი რა თქმა უნდა მასობრიობაზე ძალიან მოქმედებს იმიტომ რომ შეიძლება ოჯახს არ აქვს საშუალება რომ იყიდოს დაუშვათ 105 ლარიანი აბონემენტი ბავშვისთვის და მოიყვანოს ბასეინზე და ჩვენ ვკარგავთ ტალანტებს რა თქმა უნდა ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მეორე საკითხი თუმცა იგივე სოციალურად დაუცველებისთვის და რაღაც კატეგორიისთვის ხომ არის ქავატონო ირინა ეს შეღავათი კი არის მაგრამ ეს შეღავათი ყველა აუზზე არ არის იმიტომ რომ ყველა აუზი არის ძალიან დიდი პროცენტი კერძო შეპესეები და კერძოები რა თქმა უნდა სოციალურად დაუცველებს თავისთან არ უშვებენ ეს არის ძალიან ცოტა რაოდენობა სოციალურად დაუცველებს ვისაც აქვს საშუალება რო იარონ აუზში და ამიტომაც ეს მასობრიობაზე ძალიან მოქმედებს. როდესაც აბონემენტი ღირდა იაფი, უფრო მეტი არჩევანი იყო, უფრო მეტი ბავშვის ამორჩევა შეიძლებოდა. რაც შეეხება თანამედროვე საცურაო აუზს, ჩვენ რა თქმა უნდა ეხლა ეს ახალი მე ამ ახალ აუზს შევეხები ისევ, ეს ახალი აუზი რო აშენდა, რა თქმა უნდა ფედერაციასთან იყო კონსულტაციები, მაგრამ ის ყველაფერი რაც ფედერაციამ დადო და უთხრა რომ აი ეს სესია საჭირო, არაფერი არ იყო გათვალისწინებული, იყო აღებული ყველაზე დანადგარები და ფაქტიურად ჩვენი აზრი არ გაითვალისწინეს. რაც შეეხება მამაკაცების სინქრონულ ცურვას, მე ძალიან სკეპტიკურად ვარ განწყობილი და ვეთანხმები იმ სინქრონული ცურვის მოცურავე რუს სპორტსმენს, რომელმაც თავისი აზრი გამოთქვა ამ თემაზე. ჩემთვის მე ვერ ვხედავ საჭიროებას ან რა ვიცი, მამაკაცი ცოტა სინქრონულ ცურვაში და წყალში ცოტა არ ვიცი. ეხლა კი დაუშვათ ფიგურული სრიალი კი არის, მაგრამ იქ ფიგურული სრიალი სულ სხვა არის და ჩემთვის ცოტა წარმოუდგენელია. თქვათ ჩვენთან აქვს აი იგივე სინქრონულ ცურვას რაღაც განვითარების პერსპექტივა არიან მოზარდები ვინც ვარჯიშობენ და შეუძლიათ თქვათ რაღაცა კი ამ ბოლო დროს რამოდენიმე აუზზე არის გახსნილი სინქრონული ცურვის ჯგუფები ძალიან განსხვავებულია სპეციფიკა ქალბატონო ირა კი ჩვენი სინქრონული ცურვის ახალგაზრდა გოგონები იყვნენ წასულები წელს როგორც მე ვიცი ორ შეჯიბრებაზე ჯერჯერობით დიდ შედეგებს ვერ მიაღწიეს მაგრამ თუ ამ სპორტის სახეობაში ჩაიდება თანხები რა თქმა უნდა ჩვენ ყავდა ისეთი ცნობილი სპორტსმენები როგორც ქრისტინე ფალასინიდია და საბერძნეთში ცხოვრობს ნინო მაისურაძე, მანანა ჩანგსელიანი და ასე შემდეგ. ანუ ჩვენი გუნდი ადრე იყო ძალიან ძლიერი გუნდი და მაშინ უფრო ფული იდებოდა ამ სპორტის სახეობაში. ეხლა კიდე ეგეც ძალიან ძვირად ღირებული გამოდის, იმიტომ რომ ჯგუფურში 8 სპორტსმენი უნდა გამოვიდეს და ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ 8 სპორტსმენი მთელი წლის განმავლობაში რო ატარო შეჯიბრებებზე რამხელა თანხებთან არის დაკავშირებული. მწვრთნელების რაოდენობა დღეს არის საკმარისი, ვთქვათ, მხოლოდ თბილისს არ გულისხმობ რეგიონებში, იმიტომ რომ თქვენ ძალიან კარგად იცით ეს სპეციფიკა. იცით რა, რეგიონებში ძალიან ბევრი სპეციალისტი არის, რომელიც არის უმუშევარი. და რეგიონებში ზუსტად ეგ პრობლემა ნაკლებად არის. აი თბილისში უფრო ეს სპორტის აკადემია რო არ ქონდა და სპეციალისტები რო არ ყავდა, თბილისში უფრო პრობლემურია ვიდრე რეგიონებში. ანუ იქ არის და ყველაზე უფრო მეტად ისევ საჩხერე არის, თქვათ ლიდერი, აი ამ მოზარდების რაოდენობითაც და განვითარების. არა, საჩხერე და რუსთავი მე ეგრე ვიტყოდი, ისევ საჩხერე და რუსთავი. თუნდაც ჭიათურაშიც ახლა არის კატეგორია ბავშვების უფრო პატარა ასაკის, მე ახლა თურქეთში მყავდა შეჯიბრზე ის ბავშვები, აჭარაც შემოგვიერთდა ახლა ამ ცოტა ხნის წინ რაც იქ აშენდა ის 50 მეტრიანი საცურაო აუზი. ერთადერთი პრობლემული რეგიონია ისევ ქუთაისი და ადრე ქუთაისიდან ძალიან კარგი სპორტსმენები ყავდა, იგივე ირინა გერასიმოვა, ჩვენი ცურვის სიამაყე, ქუთაისელი იყო და ქუთაის ყოველთვის ყავდა
ტალანტი მოცურავეები. დღეს იქ პრობლემა აუზის არ ქონა? არა, იქ არის ერთი აუზი, მაგრამ იქ წყალბურთის გარდა არავის არ უშვებენ, ანუ მოცურავეებს იმ აუზში რატომღაც არ უშვებენ. ესეთ რაღაც პრობლემაა. ქალბატონო ირინა, ზაფხულია და ზაფხული ყოველთვის ასოცირდება წყალთან, ზღვასთან, ცურვასთან. აი ამ დროს უფრო მეტად არის, თქვათ, დატვირთვაც, მოთხოვნაც, ოდნავ რომ გადაუხკიოთ თემას, იმიტომ რომ ესეც საკმაოდ საინტერესოა. თუ მაინც მთელი წლის განმავლობაში ცურვა უკვე ის სპორტის სახეობაა, სადაც აქტიურად მოდის მოყვარულიც. იცით რა, ზაფხულში მატულობს იმ ხალხის რაოდენობა, ვისაც გარუჟება უნდა. ზაფხულში უფრო ის ხალხი ემატება, თორე წლის განმავლობაში ჩემი გამოცდილებიდან ახლა მოგეხსენებათ ვაკისაუშიც მიწევს სიარული, როდესაც სიხარულიძე ბოლქვაძე იქ ვარჯიშობდნენ. სისტემატიურად ახლა ჩვენთანაც ტონუსში არის კონტინგენტი, რომელიც სისტემატიურად დადის და უკვე ძალიან კარგად ვიცნობთ, ვესალმებით და მოვესალმებით კიდე, რომ თავის ჯანმრთელობას ესეუვლიან. თორე ზაფხულში მატულობს ის ხალხი, ვისაც გარუჟება უნდა მეტი არ. ანუ ეს არის მაინც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული. კი, ნამდვილად, იმიტომ რომ აი ბევრი მაგალითია ის, რომ დაუშვათ ადამიანი დადის წლის განმავლობაში ცურვაზე, მე რაღაც შეფერხება მოსდის და მე მორბის და ვაიმე, აი ერთი თვე არ ვიარე და უკვე ვერ გრძნობ თავს კარგად და ისევ მოbrunდი, ისევ დავიწყე ვარჯიში. უფრო ჯანმრთელობასთან დაკავშირებით არის. ქალბატონო ირინა, თქვენ ხართ ის პროფესიონალი, ვისთანაც თამამად შეიძლება ამ საკითხებზე საუბარი მოზარდებს და ბავშვებს უფრო მეტად და მშობლებსაც რა საკიდან ურჩევთ, რომ მოვიდნენ ცურვაზე და ეს დატვირთვები, თუნდაც მოყვარულის დონეზე მიიღო? მოყვარულის დონეზე მე ურჩევდი ესე, თუ დაუშვათ ბავშვი არის 6 წლის, უნდა მიიყვანონ საჭყუმპალაოშის და საერთოდ ჩემი პირადი აზრი და ჩემი პირადი გამოცდილება, მე ვთვლი, რომ ყველაზე კარგი ასაკია 7 წლიდან. ანუ მოყვარულებშიც და ვისაც ჯანმრთელობასთანაც პრობლემა აქვს და საერთოდ ვაფშე ბავშვი უნდა მე ვთვლი და ბევრი ევროპული ქვეყანაშიც არის მიღებული, რომ კი, საბავშვო ბაღშიც დადიან ბავშვები ცურვაზე, მაგრამ 6 წლის და 5 წლის ბავშვი თავის მოძრაობებს ჯერ ვერ აკონტროლებს და ბავშვისთვის არის წვალება, ყველაზე კაი ასაკია 7 წელი. ქალბატონო ირინა, აი დღეს თქვათ ჩვენი მწვრთნელები არიან აი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, როგორცაც თქვათ ევროპული ქვეყნები მოითხოვენ, ანუ ეს სემინარები, ლიცენზიები, ეს ყველაფერი უკვე დაცულია ჩვენთანაც? იცით რა, მე ვერ ვიტყოდი მაგას, იმიტომ რომ ჯერ ერთი სემინარი ჩვენთან ჩატარდა მხოლოდ ერთი. იყო მოწვეული ისრაელიდან სპეციალისტი, რომელმაც მერე სერტიფიკატები დაურიგა. ეხლა მე ვსწავლობდი 2000 წელს გერმანიაში 5 თვე ლაიფციგის უნივერსიტეტში. კი, დაუშვათ მე, მაგალითად მაქვს ახლა ლიცენზია, მე შემიძლია გერმანიაში რო წავალ, მეორე კატეგორია მაქვს მწვრთნელის და გერმანიის ფედერაციის მოწმობა მაქვს, რომ მე შემიძლია იქ ვიცურაო და ბევრი მწვრთნელი ჩემის აზრით მე არ მინდა არავის მივაყენო შეურაცხყოფა, მაგრამ ბევრი მწვრთნელი ჩვენთან აი მაგალითად ამ ლიცენზიებს რო იყოს დაუშვათ რაღაცა ჩასაბარებელი გამოცდები, ბევრი ვერ ჩააბარებს. არ და რთულად დასაძლევია ეს პრობლემაც, იმიტომ რომ ძალიან ბევრ სახეობაში დგება ეს მომენტი, რომ არ აქვს ლიცენზია, თქვათ, არ იცის ენა და შემდგომ უკვე უჭირს, თქვათ, საერთაშორისო ტურნირებზეც და ბევრი პრობლემა. არა, ნუ ეხლა ენა თუ არ იცის, რა თქმა უნდა, ეხლა ელემენტარულად ავიღოთ, ბაქოში იყო შეჯიბრი, კი, ქალაქ ბაქოში რუსულად მოსახლეობა ლაპარაკობდა, მაგრამ შეჯიბრი მაინც ტარდებოდა ინგლისურად და ის ელემენტარული ინგლისური დაუშვათ რაც ჭირდება შენ სპეციალობას, შენ თუ არ იცი, საერთაშორისო შეჯიბრზე რო წახვიდე, შეიძლება ისეთი რაღაცა ნიუანსები გამოგრჩეს, რომ ან სპორტსმენი დაზარალდეს, ან შენ თვითონ დაზარალდები, ენის ბარიერი რა თქმა უნდა პირველ რიგში და მეორე რიგში, იცით რა, ახლა მწვრთნელებმა უნდა იმუშაონ თავის თავზე, ახლა დამალული არაფერი არ არის, ადრე თუ წიგნები ჩამოგდიოდა წესების და რაღაცეების, ახლა დამალული არაფერი არ არის ინტერნეტ სივრცეში, ნებისმიერ შეუძლია შესვლა და ყველაფრის წაკითხვა, სწავლა, ოღონდ თვითონ პიროვნება უნდა იყოს მონდომებული. ახალგაზრდები მოდიან და აქვთ სურვილი რომ მწვრთნელები იყვნენ ქალბატონო, რა იგივე თქვენი მოსწავლეები, ვინც ვერ შეძლო შემდგომ უკვე დიდი თქვათ წარმატების მიღწევა. იცით რა, ანუ არის პოპულარული ეს პროფესია? იცით რა, დიდად იმდენად დაბალი ანაზღაურებაა მწვრთნელის ხელფასებში, რომ ძირითადად აი ახალგაზრდა სპორტსმენები, ჩემები ვთქვათ,
ანუშკა სალნიკოვა მუშაობს დაუშვათ წმინდა ნიკოლოზის სკოლაში, იქ ფიზკულტურის გაკვეთილებია და გიორგი ვებხვაძე ვთქვათ, აი ჩემი ყოფილი მოსწავლეები ვინც არიან. დანარჩენები დიდად უფრო სხვა რამით არიან დაკავებულები, უფრო ბიზნესში არიან ჩართულები, საბანკო საქმეში და მაინც ბასეინზე მწვრთნელად სამუშაოდ დიდად არ არიან მონდომებულები. კერძო სკოლებში ვთქვათ დღეს უფრო მეტად არის პრაქტიკა, ხო რომ იყოს ცურვა, ანუ კი, რა თქმა უნდა, კერძო სკოლებში უფრო მეტად, იმიტომ რომ აი ახლა დაუშვათ წმინდა ნიკოლოზის სკოლა რო ავიღოთ, სკოლამ აიშენა თავისი აუზი, მართალია სტანდარტული არ არის, მაგრამ ფიზახსნის გაკვეთილის ჩატარება ცურვის სახით იქ ხდება კვირაში ორჯერ და რა თქმა უნდა ისინი ზრუნავენ თავის ბავშვების ჯანმრთელობაზე. გავტანეინა, როდესაც დგება არჩევანი ჯანმრთელობისთვის ზრუნვის თვალსაზრისით, რა უნდა იყოს მთავარი, რომ ცურვაზე მივიდეს მოზარდი? მე მაგალითად ცურვა არ ვიცი და იმდენად მეშინია, რომ მგონია, რომ ვერასდროს ვისწავლი, მაგრამ აი მოზარდებისთვის რა არის მთავარი და როგორ უნდა დაიძლიოს ეს შიშის და ეს კომპლექსის ბარიერი? იცით რა, მოზარდებს იმდენად შიში და ეს კომპლექსი არ აქვს, იმიტომ რომ ძალიან იშვიათად თუ მოდის დავუშვათ მოზარდი აუზში, იქ მწვრთნელი მასწავლებელი ასწავლის ჯერ სუნთქვას, მერე ფეხების მოძრაობას, ხელების მოძრაობას, ნელ-ნელა აჩვევს წყალს და ფაქტიურად ერთ თვეში შიშის გრძნობა უკვე დაძლულია. არანაირი შიშის გრძნობა არ აქვს და ძალიან ჩვეულებრივად სწავლობენ მოზარდებით ცურვას. მე ვერ ვიტყოდი, რომ ეს პრობლემურია, უფრო დიდობისკენ რომ მიდიხარ, მაშინ ვერ დაძლებ შიშს, თორე მოზარდებში ადვილად, ძალიან ადვილად. და ისევ დაუბრუნდეთ თქვა ამ სპორტულ შედეგებს, თუ არის ვინმე ისეთი მოსწავლე, ვინც იყო ნიჭიერი და დღეს გწყდება თქული, რომ ვერ შეძლო სრულად თუნდაც აი მინიმალურად გამოევლინა თავისი შესაძლებლობები. იცით რა, ამ თაობაში მე ვიტყვი რომ არანაირად, მაგრამ აი წინათაო თაობები, როდესაც ინფრასტრუქტურა არ იყო, როდესაც დაფინანსება არ იყო, როდესაც მაქსიმუმი ბავშვებისთვის იყო მშობლების ფულით გამგზავრება აზერბაიჯანში და აზერბაიჯანს ვერ ვწდებოდით, აი იმ თაობაში იყო ძალიან ბევრი ნიჭიერი მოცურავე, მაშინ ლაგუნავერე მუშაობდა, ვერეზე დაბალი ფასები იყო, ხელმისაწვდომი და იმ თაობაში რამოდენიმე ნიჭიერი სპორტსმენი დაიკარგა ისე, რომ ვერაფერს ვერ მიაღწია, ანუ თავის მაქსიმუმს ვერ მიაღწია. ბაქოს ევროპულ თამაშებზე რა სიტყვით და როგორ შეაფასებთ? ანუ გაამართლა თქვათ აი ცურვაში ის მოლოდინი და იმედი რაც იყო? იცით რა, ჩვენ ძირითადად იმედი გქონდა აკაკი ვაშაკიძის, ჩვენ ვფიქრობდით, რომ აკაკი უნდა მოხვედრილიყო ნახევარფინალში და ებრძოლა ფინალზე, მაგრამ სამწუხაროდ თავისი საუკეთესო შედეგი, რომელიც იყო აპრილში ნაჩვენები ბელორუსიაში ირაკლიმ ვერ გაიმეორა და ისა ბოდიში აკაკიმ ვერ გაიმეორა და 24 ადგილზე დარჩა თავის 200 მეტრ ბატერფლაით ცურვაში, რაც ჩვენთვის კაი შედეგი არ არის. თავად ინფრასტრუქტურა, იმიტომ რომ ძალიან კარგად იცით თქვა იქაური გარემოც, გაქვთ ეს კონტაქტი და თვითონ შეჯიბრი და შედეგები. თვითონ შეჯიბრი ცურვაში იყო უმაღლესი. აუზი არის ძალიან არაჩვეულებრივი, თავისი ყველაფრით, აღჭურვილობით. თვითონ შეჯიბრი ჩატარდა ძალიან მაღალ დონეზე. კი რუსებმა რაც კი შეიძლებოდა ყველაფერი მედლები აიღეს და წაიღეს და მე დაჟე მინდა აღვნიშნო, რომ მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდებს შორის იყო ეს ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატის ასაკი იყო, რუსეთის ორმა ნაკრების წევრმა მოიპოვა ლიცენზია ახლა ყაზანში მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობისთვის. ანუ იქ ყველა პირობა იყო იმისი, რომ ეჩვენებიათ შედეგი. იგივე ჩვენს მეზობელ ქვეყნებში, აზერბაიჯანში და სომხეთში არის ბუმი და უფრო მეტად ყვავის ცურვა ქალბატონელად, თუ მაინც აზერბაიჯანი დომინირებს. იცით რა, აზერბაიჯანი საერთოდ ერთი წლის წინ ვერანაირად ვერ დომინირებდა, მაგრამ აზერბაიჯანში იყო შეძენილი სპორტსმენები, ანუ თვითონ აზერბაიჯანის სპორტსმენები არ იყვნენ, ყავდათ ჩამოყვანილი უკრაინიდან მწვრთნელი და ამის ხარჯზე გამოვიდა, რომ აზერბაიჯანს უფრო ყავდა მოცურავეები
ჩვენთან შედარებით, მაგრამ ისე ძირითადად თავისი სპორტსმენებით რო გამოსულიყვნენ, საერთოდ ვერაფერს ვერ მიაღწევდნენ. აი ეს ნატურალიზირებული სპორტსმენი ჩვენთვის ძვირადღირებული ფუფუნება აქ ავტონომია. იცით რა, მე არ ვთვლი, რომ ეგ არის სწორი ნაბიჯი. მე ვთვლი, რომ სწორი ნაბიჯი არის ის, რომ ცურვა უნდა განვითარდეს შენს ქვეყანაში. იმიტომ რომ აი ახლა თქვენ წარმოიდგინეთ აზერბაიჯანელებმა რო ჩამოიყვანეს ეს უკრაინელები, რუსები, ფაქტიურად თვითონ თავიანთმა ბავშვებმა ყველამ ცურვას თავი დაანება, ვინც ყავდათ ლიდერები, იმიტომ რომ ამათ ესენები არ მოუგებდნენ, თამაშებზე ვერ მოხვდებოდნენ და ჩათვალეს რომ რა საჭიროა ვარჯიში და თავი აღარ მოიკლეს დაანებეს ცურვას თავი. ახლა თქვენ წარმოიდგინეთ რომ ვინმე ჩამოვიყვანოთ ჩვენ ძალიან ისეთი სპორტსმენი, არც ბოლქვაძე გვეყოლება, არც რევიშვილი, არც კობახიძე და არც სიხარულიძე და მით უმეტეს მეორე ეშელონი და მესამე ეშელონი ჩვენი ლიდერები, იმიტომ რომ იმას ვერ მოუგებს და რა აზრი აქვს მაშინ ვარჯიშს. მე არ ვეთანხმები ამ აზრს და ეხლა მე რომ მკითხონ ღირს თუ არა ვიღაცა ისეთი სპორტსმენის ჩამოყვანა, ამითი ქვეყანაში სპორტის სახეობა ვერ განვითარდება. აი ავიღოთ დაუშვათ 2008 წლის ოლიმპიადაზე იყო იმის რა ქვია იმას ფრენბურთი ქვიშის ფრენბურთი. მაშინ ყავდა ჩვენ ნაყიდი 4 სპორტსმენი და რა ქვიშის ფრენბურთი ჩვენთან განვითარდა? მე მგონი არა. პლაჟის ფრენბურთი, ხო. კი 4 ძლიერი იყო, მაგრამ იმ 4 ძლიერმა ქვეყანა ფული დაუჯდა და იმ 4 ძლიერმა ვერანაირად ვერ შექმნა ისეთი სიტუაცია, რომ ეს სპორტის სახეობა განვითარდეს. მე ეს ჩემი აზრია, არ ვიცი შეიძლება მე ვცდები, მაგრამ მე ჩემი აზრია ის, რომ სპორტის განვითარებისთვის ვერაფერს კარგს ვერ გააკეთებს. და თუ კი არსებობს თქვათ ეს ფინანსები, ალბათ ჯობს რომ ჩვენმა მოზარდებმა ივარჯიშონ, თქვათ ევროპულ ქვეყნებში იქ იყოს საწვრთნელი შეკრებები, იქ იყოს ეს ერთობლივი ვარჯიშები. ერთობლივი ვარჯიშები, ერთობლივი მწვრთნელების და სპორტსმენების ურთიერთობა გამოცდილ ქვეყნებთან, სადაც მწვრთნელიც ისწავლის და სპორტსმენიც ისწავლის და სპარინგის ვარიანტი იქნება, რა თქმა უნდა, თუ არის მაგის საშუალება, ჯობია აი ესე დავუშვათ იგივე ლიდერები, ვინც არიან უნგრელები, გერმანელები, ესპანელები, ინგლისელები და ასე შემდეგ. ეს უფრო განავითარებს სპორტის სახეობას ქვეყანაში, ვიდრე ვიღაცის ყიდვა და ჩამოყვანა. აი, როდესაც უყურებენ ჩვენს მოზარდებს, აქვთ თავად იქ სურვილი, რომ ჩახვიდეთ ქავტონენ. დუბაის მაგალითი გასაგებია და მშობლების ფაქტორი, მაგრამ არის თქვათ, აი, მათგანაც შემოთავაზება, რომ ქავტონერად ჩამოდით თქვენს მოსწავლეებთან ერთად და ერთად ვივარჯიშოთ. თუ ეს მაინც პირადი კონტაქტები. არა, ეგ არის პირადი კონტაქტები, ჯერ ერთი მე არავინ არ მეტყვის, რომ აი ჩამოდი და ერთად ვივარჯიშოთ. ეს პირიქით მე რახან ვარ დაინტერესებული პიროვნება, მე თუ მექნება დაუშვათ ფინანსური საშუალება, მე პირიქით დაუკავშირდები, ვნახავ ინტერნეტში რა, როგორ რანაირად ამასაკის რომელ ქვეყანაში აქვს მიახლოებული ჩვენთან შედეგები და პირიქით მე უნდა გავიდე კონტაქტზე, უნდა დაველაპარაკო და უნდა ვთხოვო, იმიტომ რომ გაჭირვებულები ჩვენ ვართ. ისინი გაჭირვებულები არ არიან, იმათ ყველაფერი ისეთ დონეზე აქვთ, რომ აი ახლა უნგრეთში ვიყავი იმ ქალაქში, სადაც 2017 წლის თამაშები უნდა ჩატარდეს, საცურაო აუზში შევედი და სოფლიოში, აი, რა ვიცი, რამდენი აუზი მქონდა ნანახი, შეჯიბრის ორგანიზება და თვითონ აუზი უკვე წელს ჯერ ჩვენთან არ არის ფესტივალი ჩატარებული, ის აუზი სრულ მზადყოფნაშია, რომ 2 წლის შემდეგ ჩაატაროს ანალოგიური ფესტივალი. ხო და ის შენ არ გეტყვის ჩამოდი და ჩავატაროთ. ეს შენ უნდა სთხოვო, რომ აი ჩვენ ჩამოვალთ და ჩავატაროთ. და ქავტონენა იგივე რიო დე ჟანეიროს ოლიმპიურ თამაშებზე აი დღეს გაქვთ მონახაზი, რამდენ ჩვენს მოცურავეს შეუძლია რომ ლიცენზიის მფლობელი გახდეს? მე ვთვლი რომ მაქსიმუმ 2-ს. მე ვთვლი რა შედეგები როგორც ვიცი და რანაირადაც და თვითონ პოტენციალი სპორტსმენების, მე ვთვლი რომ 1, მაქსიმუმ 2. ანუ გოგონები უფრო მეტად დომინირებენ თუ ვაჟები დღეს უკვე ჩვენთან? არა, დღეს ჩვენთან მაინც ახლა ეროვნულში ვაჟები არიან და გოგოებს ძალიან ისეთი სუსტი შედეგები აქვთ, იმიტომ რომ იმ ასაკის და პატარებში, ახლა პატარებში კი კაითაობა ეს გოგოები ეს ფესტივალი რო არ ყოფილიყო და ალბათ ეს გოგოებიც არ იქნებოდნენ, იმიტომ რომ ხელშეწყობა არ იქნებოდა და სადმე დაიკარგებოდნენ. ახლა ეს პატარა გოგოები მომავალში ახლა რიოზე არ ვიცი, მაგრამ
მომავალში თუ ექნებათ ხელშეწყობა და რაღაცა, უფრო იქაც პოტენციალი არის. ქავტნერინა ძალიან ხშირად საუბრობენ, რომ ცურვა მაქსიმუმს მიაღწია. თქვენ როგორ თვლით, ყველა რეკორდი და ყველა ბარიერი დაძლეულია ცურვაში? იცით რა, მე ვერ ვიტყოდი, რომ ცურვა მაქსიმუმს მიაღწია, იმიტომ რომ ეხლა ჩვენთან კი მარტო მწვრთნელები მუშაობენ, მაგრამ აი ხო რომ გადავხედოთ რუსეთის ნაკრებს. მწვრთნელი აუზში დგას, აძლევს მხოლოდ დავალებას. გვერდში მწვრთნელს უზის 3 ადამიანი, ვინც აი ყველაფერს აბსოლუტურად ამუშავებს კომპიუტერზე. და მე არ ამგონია, რომ ცურვა მიაღწია მაქსიმუმს, ცურვაში კიდე და კიდე გააუმჯობესებენ რეკორდებს, იმიტომ რომ თანამედროვე ტექნოლოგიები არის ძალიან მაღალი, იგივე სამედიცინო პრეპარატების მეშვეობით. ჩვენებს აქვთ ეს შესაძლებლობა, რომ ეს სამედიცინო პრეპარატები და ეს ვიტამინები მიიღონ ქავტონერი და თუ მაინც ფუფუნებაა. არა, ფუფუნება იმ ხრივ არის, რომ ჯერ ერთი უნდა ყავდეს ისეთი სპეციალისტი, რომ მან შეცდომის დაშვება არ შეიძლება. ჩვენთან ესეთი უშუალოდ ცურვის სპეციალისტი, ვინც დაუშვათ მე ზუსტად მეტყვის, რომ აი ირაკლი კვარაცხელია სამ დროს ესჭირდება, იმ დროს ისჭირდება, იმ დროს ისჭირდება. ფიზიკურად ვერ მოვიძიე მე ჩვენთან ეგეთი სპეციალისტი კი არიან სპორტული ექიმები, მე არავის არ მინდა ისევ და ისევ მივაყენო შეურაცხყოფა, მაგრამ თვითონ აი კონკრეტულად ცურვის სპეციფიკა ზოგადად იციან, მაგრამ კონკრეტულად ცურვის სპეციფიური სპეციალისტი მე ჯერ ვერ მოვიძიე სამწუხაროდ. იმედია ეს ყველაფერი მოგვარდება, სპორტის აკადემია აღდგა და იმედია ისევ ექნება ეს შევსება და ეს დანაკლისი აღმოიფხრება ძალიან მალე, რაც იყო ამ პერიოდის განმავლობაში. ქავტონერინა გისურვებ წარმატებას. მე მჯერა რომ ფესტივალის დღეებში თქვენი შეგირდები არაერთ გამარჯვებას აჩუქებენ თითოეულ ჩვენგანს გულშემატკივარს საკუთარ თავს და თქვენ და შემდგომ უკვე კვლავ იქნებით მათთან ერთად ჩვენი სტუდიის სტუმარ და უკვე ამ გამარჯვებების შესახებ ვისაუბრებთ. ქავტონი ირინა მიჟულინა ცურვაში საქართველოს ნაკრების მწვრთნელი იყო ჩვენი სტუდიის სტუმარი. მე 22 საათსა და 20 წუთამდე გემშვიდობებით და ამ დროს დღის სპორტის ახალ ამბებს წარმოგიდგენთ. ესტაფეტა. სპორტული ток-შოუ საზოგადოებრივ რადიოში. ყოველ საღამოს 8:10-ზე.